თავი მეხუთე. ჩასაძირად განწირული ხომალდის ტუსაღები. ნაპოლეონის ომების შემდეგ ოსმალეთის იმპერია გარეგნულად თითქოს უვნებელი გადარჩა, მაგრამ შინაგანი ძალა დაკარგა. დედაქალაქში ხელისუფლებას მეამბოხე ჯარი დაუპირისპირდა. ბალკანეთსა და საბერძნეთშიც თავი იჩინა ამბოხებებმა, რომელთაც თავთავისი მეთაურები ჰყავდა. მუსლიმურ პროვინციებში ცენტრალურმა მთავრობამ მხოლოდ სიტყვიერი ერთგულება მიიღო ჩრდილოეთ აფრიკელი მმართველებისაგან. მათ შორის ეგვიპტის ამბიციურ სულთან მეჰმედ ალისა და ბაღდადის თვითკმარი ფაშებისაგან. ძველი ოსმალეთის რეჟიმი იშლებოდა და თითქმის ფატალური კრიზისის წინაშე იდგა. სწორედ ამ ვითარებიდან წამოიმართება თურქეთი, როგორც ევროპის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც დომინირება სურს, მაგრამ ერთნაირად ძარცვავენ მეგობრებიცა და მოწინააღმდეგეებიც. ერაყმა ავტონომიური სტატუსი მეტწილად ინდოეთთან ვაჭრობით მოიპოვა. 1808 წელს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ თავის წარმომადგენლად ბაღდადში 25 წლის ირლანდიელი, სახელად კლაუდიას ჯეიმზ რიჩი დანიშნა, რომელიც კომპანიას თავის ნაადრევ სიკვდილამდე წარმოადგენდა. 1821 წელს რიჩი შავმა ჭირმა შეიწირა. 1813 წელს ინგლისში რომ მიემგზავრებოდნენ, რიჩი და მისი მეუღლე მოსულში პადრე რაფაელო კამპანილესთან დარჩნენ. კეთილნეაპოლელ ბერთან, რომელიც 1803-1815 წლებში დომინიკანურ მისიაში მსახურობდა და პირველი ევროპელი იყო, ვინც სინჯარელ იეზიდებზე პირადი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. თავის წიგნში პადრე რაფაელო აღწერს იეზიდთა თემს, რომელიც 16,000 სულისაგან შედგებოდა და 13 სოფელს. ქებით იხსენიებს მათ მუხნარებს, ნიგოს, თხილს, ბრინჯს, ქიშმიშს, თაფლს, ფიჭასა და ხილს, განსაკუთრებით მსხვილ ლეღვის ჭირს, რომლისგანაც საუცხო ხარისხის თაფლის მსგავს სასმელს აყენებდნენ. იგი წერდა, რომ მთის კამკამა ჰაერის წყალობით, რომელიც ადამიანს ჯანის სისაღესა და მხნეობას მატებს, იქ თითქმის ყველა 100 წლამდე ცხოვრობდა, ხოლო ქალებს შვილების 60 წლის ასაკამდე უჩნდებოდათ. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ქარავნების ძარცვა იყო. მათ ადგილმდებარეობას იეზიდი ჯაშუშები ადგენდნენ, ხოლო მეზობლად მცხოვრებ თაიის ტომის არაბებს, რომლებიც ოსმალოებს სავაჭრო ქარავნების დასაცავად ჰყავდათ დაქირავებულები, წელიწადში 1000 პიასტრს, 50 ფუნტს უხდიდნენ. ნაძარცვის 1/10-ს ჩვეულებისამებრ გამოქვაბულის ღრმა ჭაში ყრიდნენ. მემატიანები მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსმალოთაგან სინჯარის მხოლოდ 2 დალაშქვრას ახსენებენ. 1803 წელს ბაღდადის ფაშამ ალიმ იეზიდებზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა, რომლის დროსაც 3 თუ 4 სოფელი მიწასთან გაასწორეს და რამდენიმე ოჯახი მონებად წაიყვანეს. ხოლო მეორედ 1809 წელს მისმა მემკვიდრემ სულეიმან ფაშამ დააწიოკა ისინი. დროის ამ მონაკვეთში სინჯარელ იეზიდებს სათავეში ედგა ჰუსეინ დუბლეინი. იგი როგორც ჩანს დუმბელის იმ ტომიდან იყო, რომლის ნაწილი დღესაც ცხოვრობს ჯებელ სინჯარსა და შეიხანში. 1816 წელს, როდესაც რიჩი ხელახლა აღმოჩნდა მოსულში, 4 სინჯარელი მეთაური შეხვედრია. მკვრივი, კუნთოვანი აგებულების, ქურთებივი თეცვად თეთრი ჟილეტები და მოსაცმელები, წითელი ფესები და იმავე ფერის მოსასხამები, რომლებიც არასდროს იპარსავდნენ და იჭრიდნენ თმას და ძალზე გაველურებული შესახედაობა ჰქონდათ. მათ რიჩს აცნობეს მათსა და ფაშას შორის ახლახან დადებული შეთანხმება და ფიცი, რაც ძალზე საინტერესო ვითარებაში მომხდარა. მიწაში ჩარჭობილ ხანჯალზე ან დანაზე თეთრი ცხვირსახოცი იყო დაფარებული და მასზე მარჯვენა ხელის დადებით დაიფიცეს, რომ შეთანხმებას არ დაარღვევდნენ. შეიხანში იეზიდები შეძლებულად ცხოვრობდნენ ჰასანბეგის მმართველობით, რომელმაც 1806 წელს ლალიშის სალოცავი აღადგინა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იგი ღალატით მოუკლავს ამადიის თავადს. მისი სიკვდილი იეზიდებს დიდხანს ახსოვდათ. 1820 წელს რიჩების ოჯახს იეზიდების სოფელში მოუხდათ ღამის გატარება და მოკლული მირის დატირებაც მოусმენიათ. რიტუალი გიტარის მაგვარ საკრავზე შეუსრულებია ბრმა მუსიკოს ლასოს. 50 წლის შემდეგ გერმანელმა აღმოსავლეთ მცოდნემ აქ ლექსი ჩაიწერა, რომელშიც
ორ ბახტიანელ მთავარს შორის გამართული ბრძოლის ამბავია მოთხრობილი. ხოლო დასასრულს შეიხანელები და დენედის ტომის იეზიდები ჰასან ბეგის მოკლის გამო შურს იძიებენ. ჰასანისთვის მირის წოდება სალიჰ ბეგ სუბოძებია, რომელიც გადმოცემით მის ხალხს უზომოდ უყვარდა და დიდ პატივში ჰყავდათ, მაგრამ ავის მოსურნეს მოუკლავს მოსულში. ამას მოჰყვა დინასტიური ბრძოლების მღვრიე პერიოდი, რაც მირ ჰასან ბეგის ვაჟის ხელისუფლებაში მოსვლითა და მისთვის ალი ბეგ დიდის წოდებით დასრულებულა. იეზიდები დიდხანს ცხოვრობდნენ ქრისტიანი მეზობლების გვერდიგვერდ. ერთი ჯგუფი მშვიდობიანად თანაარსებობდა ნესტორიანელთა თემთან, ამადიის ჩრდილოეთით მდებარე ჰაქიარის მთებში და ასე გრძელდებოდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე ისინი შეიხანსა და ჯებელ სინჯარში გადასახლდებოდნენ. იეზიდების ერთ-ერთი მთავარი სასაფლაო შეიხანის სოფელ ბოზჰანში მხოლოდ რამდენიმე მილით იყო დაშორებული ალყოშიდან, უძველესი საპატრიარქო რეზიდენციიდან და რაბან ჰორმუზდის დანგრეული მონასტრიდან, რომელიც 1808 წლიდან ხელახლა იგდო ხელთ ქალდეველი ბერების მკაცრმა ორდენმა, რომელიც მარდინელი გაბრიელ დამბოს დაარსებული ყოფილა. სინჯარელ იეზიდებს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ქრისტიანებთან. ერთი ანგარიშის თანახმად, რომელიც დაწერილია საპატრიარქოს და რომის შერიგებამდე, ესე იგი 1830 წლამდე, მათი მთავარი შეიხი ყოველწლიურად რიტუალური ვიზიტით ჩადიოდა ალყოშში. იეზიდებსა და ქრისტიანებს შორის მეგობრობის კიდევ ერთ მაგალითს შეიცავს ცნობა რედვანიდან. სოფელი დიარბაქირის აღმოსავლეთით, ტიგროსის შენაკადი მდინარის გარზანის მარცხენა სანაპიროზე, რომელსაც დიდხანს იეზიდ ჰანე ერქვა, სადაც ერთ დროს ძალზე სახიფათო ხალითის ტომები ახლა მშვიდობიანად ცხოვრობდნენ თავიანთ ქრისტიან მეზობლებთან ერთად. იეზიდთა მთავარმა მირზა აღამ სომხებს ეკლესია აუშენა. ასევე დააბინავა მათი არქიმანდრიტი ღაზარ ტერ ღევონდიანი, რომელიც მის შვილებს თურქულ და სომხურ ენებს ასწავლიდა. სამწუხაროდ, როგორც მოგვიანებით თავად მღვდელს უამბნია, მოწაფეებმა სახელმძღვანელოში სიტყვა სატანა იპოვეს და ერთი ამბავი ატეხეს. მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში მირზა აღა ერთ ავტონომიურ ტერიტორიას მართავდა, რომელიც გამუდმებულ ომში იყო სხვა ქურთ მთავრებთან და სულთნის გადასახადის ამკრებებთან. მისი მეომრების, მათ შორის ბევრი სომეხი იყო, რომელთაც მღვდელი პოღოსი მეთაურობდა. გმირული საქმეები დღესაც ცოცხლობს ქურთულ ფოლკლორში. ამ დროს აღმოსავლეთისაკენ მიმართული ახალი მუქარა გამოიკვეთა, რუსეთი, რომლის დაპყრობა ნაპოლეონმა ვერ მოახერხა. ახლა ოსმალებს ემუქრებოდა, არა მარტო ბალკანეთში, არამედ ანატოლიაშიც. საქართველოს ქრისტიანული სამეფო, საიდანაც ოსმალეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ივსებდა სამხედრო ძალასა და ჰარემებს, 1801 წელს რუსეთს მიუერთდა. რუსები რამდენჯერმე შეებრძოლნენ სპარსეთს კასპიის ზღვის სანაპიროზე, რაც გენერალ გრაფ პასკევიჩის 1827-28 წლების ტრიუმფალური კამპანიით დასრულდა. რუსებმა დაიკავეს არდებილი. სახელმწიფო ბიბლიოთეკიდან შერეფ ნამეს ერთ-ერთი ადრინდელი ხელნაწერი წაიღეს და შაჰი აიძულეს ერევნის პროვინცია დაეტოვებინა. 1828 წლის 1 აპრილს რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ომი დაიწყო. ბალკანეთში ოსმალებს, რომლებსაც ქართველი რეშიდ ფაშა, მამაცი მეომარი, მაგრამ უხეირო სტრატეგი მეთაურობდა, დუნაის ზღვას ამაგრებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარნაში, შავ ზღვაზე, ერთხელ უკვე მარცხი განეცადა. 1829 წლის ზაფხულში იგი რუსებმა მანევრირებით გააცურეს. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებით ედრინე დაიკავეს, რომელიც სტამბოლიდან სულ რაღაც 150 მილით იყო დაშორებული. იმავდროულად, აღმოსავლეთით, პასკევიჩმა იერიშით აიღო ყარსის ციხესიმაგრე და არზრუმი დაიპყრო. მისმა მარცხენა ფრთამ, რომელსაც ქართველი გენერალი თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა, ბაიეზიდი აიღო. 1829 წლის ივნისში რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი თავის ძმას ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერს ეწვია. იგი მონაწილეობდა ოსმალეთის პოზიციების გადამწყვეტ ალყაში ფიჭვებით დაფარულ სოღანლის მთებზე, არზრუმის სიახლოვეს.
იმ პირთა შორის, რომლებიც გენერალ რივსკის პატაკის ჩასაბარებლად იახლნენ, პუშკინმა შენიშნა ვებერთელა შემაშინებელი იერის კაცი წითელი ტუნიკითა და შავი ქუდით. ეს იეზიდთა რაზმის მეთაური იყო, რომელიც რუსულ არმიაში მსახურობდა. პოეტმა, რომელსაც მოგზაურობისას საკითხავად თან წამოიღო გარცონის ცნობილი წიგნი „ცნობები იეზიდების შესახებ“, უცნობს მისი რელიგიის შესახებ დაუსვა კითხვები და შვებით შეიტყო, რომ იეზიდები თაყვანს სცემდნენ ღმერთს და არა სატანას. პუშკინის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა ჰასან აღამ, 60 წლის მეთაურმა ჰასან ლისტომიდან, რომელიც ბაიაზიდის მახლობლად ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ერთ-ერთი მრავალი ქურთული ტომიდან, რომლებმაც აღმოსავლეთ ანატოლიაში ახალი ქარის ბერვა იგრძნეს. მისი ალისფერი მოსასხამი, რომელიც მელიის ბეწვით იყო გაწყობილი, გენერალ ჭავჭავაძის საჩუქარი გამოდგა. რუსებთან მისი გამორჩეული სამხედრო სამსახურის გამო. 1829 წლის აგვისტოში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთმა კავკასიაში მცირე ტერიტორიები შეიმატა. 1830 წლის გაზაფხულზე პასკევიჩის არმიამ ანატოლიიდან უკან დაიხია. მასთან ახლდა ათასობით სომეხი, რომელთაც რუსეთის იმპერატორმა ერევნის პროვინციაში დასახლება შესთავაზა. ჰასან ლისტომი სურმალუში გადავიდა, არარატის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე, რომელიც უკვე რუსეთის საზღვრის შიგნით იყო მოქცეული. იქ მათი მთავარი ამაყად აჩვენებდა სტუმრებს თავის მოსასხამს, თუნდაც ყველაზე თბილ ამინდში. რუსულ არქივებში ერთი საინტერესო ჩანაწერია დაცული, რომელიც პასკევიჩის კამპანიას უკავშირდება. 1830 წლის დეკემბერში ტფილისში მდებარე რუსული არმიის შტაბში მისულა ვინმე პეტროსი, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებდა. წერილით, რომელიც რუსი მთავარმართებლის სახელზე რედვანიდან გამოეგზავნა ვინმე მირზა აღას. იეზიდი მთავარი წერილში აცხადებდა, რომ უკვე მესამედ ცდილობდა რუსებთან დაკავშირებას. 1829 წელს, როდესაც მთავარს ესმა, რომ ისინი ვანის ტბის მიდამოებს მიუახლოვდნენ, ორი შიკრიკი გაუგზავნია, რომლებიც, როგორც ჩანს, გზად დახოცეს. ერთ შიკრიკს მაინც მიუღწევია რუსებამდე ბაიაეზიდში, მაგრამ მირზა აღას წერილი ოსმალებს ჩამოურთმევიათ. იმავე წელს მოგვიანებით მას კვლავ გაუგზავნია კაცი, ამჯერად სომეხი, სახელად კირაკოსი, რომელსაც არზრუმამდე ჩაუღწევია და რომელიც შინ რუსულ ენაზე დაწერილი წერილით დაბრუნებულა. მისი წამკითხავი კი სოფელში არავინ იყო. მესამე მცდელობისას, რა კი არ იცოდა, რომ ომი დასრულდა, მირზა აღას კირაკოსი და პეტროსი რუსებთან შემდეგი წინადადებით გაუგზავნია. იგი მზად იყო რუსული არმიის დასახმარებლად 1500 ცხენოსანი და 5000 ქვეითი მეომარი გაეგზავნა, როგორც კი ისინი ბითლისს მიაღწევდნენ. როცა მირზა აღას შიკრიკებმა შეიტყვეს, რომ პასკევიჩს არზრუმი დაეტოვებინა, მას ფეხდაფეხ მიყვნენ და ტფილისში ჩავიდნენ, სადაც კირაკოსი ქოლერამ იმსხვერპლა, რის გამოც წერილი პეტროსის გადასაცემი გახდა. ეს დოკუმენტი ქვემოთ მიწერილი შენიშვნით მთავრდება. 1831 წლის თებერვალში პეტროსი შინ გაუბრუნებიათ. მირზა აღასთვის მისართმევი წითელი ნაქარგებიანი მოსასხამით. იქვია მითითებული მისი ღირებულებაც 75 რუბლი. ამ ძღვენთან ერთად გაუგზავნიათ თვალისწამალი მირზა აღას ვაჟისათვის. რუსეთის იოლ გამარჯვებებს ანატოლიაში ბრიტანეთი პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა. მის წინსვლას შეეძლო ხელი შეეშალა ინდოეთთან მისი საკურიერო კომუნიკაციისათვის. 1800 წლიდან ბრიტანელებს ფოსტა აკლემების მეშვეობით მიმოჰქონდათ ალეპოსა და ბასრას შორის, ბომბეის კი ზღვით უკავშირდებოდნენ. კოლონელი, პოლკოვნიკი რობერტ ტეილორი, ბაღდადში ზემოხსენებული რეზიდენტი, რიჩის შემცვლელი, პროვინციის მმართველ დაუდ-ფაშას იარაღით ამარაგებდა. თან არწმუნებდა ტექნიკის სიახლე, მდინარის ორთქლმავალი გემები შეეძინა, რათა ტიგროსისა და ეუფრატის გასწვრივ წესრიგი და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. რეზიდენტის ძმა, ჯეიმზ ტეილორი, მოსულიდან ეუფრატის შესასწავლად მიემგზავრებოდა. როდესაც მის სამუშაო ჯგუფს თელქოჩეკთან ჩასაფრებული სინჯარელი იეზიდები და თელაფარელი თურქები თავს დაესხნენ. საპასუხო სროლას ერთი იეზიდის დაღუპვა მოჰყვა, რის შემდეგაც ტეილორი და მისი ორი თანმხლები პირი ნაკუწ-ნაკუწ აქნეს.
ეს იყო კონფლიქტის უიშვიათესი შემთხვევა იეზიდებსა და ევროპელებს შორის. ოსმალეთის სულთანმა მაჰმუდ მეორემ გარკვეული დასკვნები გამოიტანა რუსეთიდან ომის შემდეგ, რომელმაც შეასუსტა მისი ორი უმდიდრესი პროვინციის, ეგვიპტისა და ერაყის მმართველთა ერთგულება. მეჰმედ ალი, ეგვიპტის მმართველი, 25 წლის განმავლობაში თანამედროვე ჯარს მეთაურობდა, რომელიც ნაპოლეონის დროინდელ ომებში გამოწვრთობილმა ვეტერანებმა გაწვრთნეს. ამგვარად, ეგვიპტის დასჯა იოლი არ იყო. უფრო დაუცველი გამოდგა დაუდ-ფაშა, ბაღდადის მართლმორწმუნე, მაგრამ კორუმპირებული და მერყევი მმართველი. 1830 წელს სულთანმა ალი რიზა ფაშას, ალეპოს გუბერნატორს უბრძანა თავისი თანამდებობა მუჰამედ ფაშა ინჯე ბაირაქტარისათვის, ვარნას ალყის ვეტერანი, რომელმაც ისის იყო თავი დააღწია რუსთა ტყვეობას, გადაეცა და ერთგული ჯარით გამგზავრებულიყო ბაღდადის პროვინციის დასაკავებლად. 8 თვიანი ალყის შემდეგ, რომელსაც შავი ჭირის ეპიდემია, წყალდიდობა და ბაღდადელთა შიდა უკმაყოფილება კიდევ უფრო გაუსაძლის ხდიდა, დაუდ-ფაშა მტერს დანებდა და ერახს ახალი ადმინისტრაცია ჩაუყენეს სათავეში, რომელიც დანიშნულ მმართველ გამგებელთაგან შედგებოდა. დაუდის დანებებიდან რამდენიმე კვირაში მეჰმედ ალი ამოქმედდა. საუცხოოდ შეიარაღებული ეგვიპტური არმია, რომელსაც მისი ვაჟი იბრაჰიმი და ფრანგი შტაბის უფროსი სარდლობდნენ, პალესტინასა და სირიაში შეიჭრა. 1832 წლის ივლისში ოსმალეთის არმია ჰომსის მახლობლად გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა და ეს მოვლენა ისტორიაში ფაშათა მარცხის სახელით შევიდა, რადგან ოსმალეთის ჯარს 9 ფაშა მეთაურობდა, ამათგან 3-ს ოსმანი ერქვა და 3-ს მუჰამედი. ამ უკანასკნელთა შორის იყო ბალკანეთის ომის ორი ვეტერანი, მუჰამედ ქირითლი ოლღუ, წარმოშობით კრეტელი, სილისტრიის გუბერნატორი, რომლის ცხენოსანი ჯარი ვერაფერს გახდა ეგვიპტური თოფების წინააღმდეგ, და მუჰამედ ინჯე ბაირაქტარი, ალეპოს ახალი გამგებელი, რომლის არარეგულარულმა ჯარმა ბრძოლის ველიდან ისეთი სისწრაფით გაქუსლა, ფაშამ მისი მეთაურობაც ვერ მოასწრო. 1832 წლის ზაფხულის განმავლობაში იბრაჰიმმა დაიპყრო დამასკო, ალეპო, ადანა და ურფა. ისტორიული მარშრუტები ალეპოდან მოსულამდე და დამასკოდან მექამდე, რომლებიც 3 საუკუნე ოსმალოთა ხელში იყო, გადაჭრილი აღმოჩნდა. ახლა უკვე თვით იმპერიასა და დინასტიას ემუქრებოდა საფრთხე. რეშიდ ფაშა, ამ დროს უკვე დიდი ვეზირი, კონიაში გადავიდა. ისტორიულ ქალაქში, საიდანაც ოდესღაც მონღოლებს მოხდენილად ეთამაშებოდნენ იზად-დინი და რუქნად-დინი. აქ ტოროსის, ტავრის მთებს შეაფარა თავი. აქვე ჩამოაყალიბა ახალი არმია ანატოლიიდან და ევროპიდან შემომატებული ჯარისკაცებით. მაგრამ იბრაჰიმის ჯარმა 3500 ფუტის სიმაღლის კილიკიის კარიბჭე გადაიარა და 1832 წლის დეკემბერში რეშედის ჯარი კონიასთან გაანადგურა. დიდი ვეზირი ტყვედ ჩავარდა. დედაქალაქი სულ რაღაც 15 დღის სავალზე იყო. მეჰმედ ალი ადრინდელი ხალიფა მუავიასავით ფრთხილი კაცი იყო. იბრაჰიმს დაევალა მიზანმიმართულად და სწრაფად წაწეულიყო წინ თოვლიანი ანატოლიის გავლით. 1833 წლის თებერვალში მისი მოწინავე ჯარი მარმარილოს ზღვიდან მხოლოდ 50 მილით იყო დაშორებული. თუმცა იეზიდებისაგან განსხვავებით იბრაჰიმს ზღვასთან მიახლოვება არ ეწერა. სასოწარკვეთილი სულთნის მიერ მოწვეული რუსული არმია ბოსფორის სრუტის აზიური მხარის სანაპიროზე გადავიდა და გზა გადაკეტა. მშვიდობის მიღწევა მალე მოხერხდა, რამაც მეჰმედ ალისა და მის ვაჟს პალესტინა, სირია და კილიკია შეანარჩუნებინა. რუსები წავიდნენ, მაგრამ აღმოსავლეთით ახალი ომი მზადდებოდა. ერაყში არსებულმა ქაოსმა სორანის ტომის როვანდუზელ ქურთებს, დასენის იეზიდების ძველის ძველ მტრებს, საშუალება მისცა ერბილისა და ალთუნ-ქიოფრუს საკვანძო პუნქტები დაეკავებინათ ბაღდად მოსულის გზაზე და პრაქტიკულად დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნათ, რომლებიც კბილების ხრჭენით აღიარა ბაღდადის ახალმა გუბერნატორმა. სორანის ქურთების მეთაურს ქიორ ბრმა მუჰამედს, როვანდუზის ბეის, მისი უშუალოდ მხილველი 1833 წელს ასე აღწერდა: კეთილგანწყობილი, სასიამოვნო შესახედაობის კაცი, 45 წლისა,
ღია ფერის თმით, ნაყვავილები, ოდნავ ჩოფურაგანით, დაბრმავებული თვალი ჩავარდნოდა. 12 ინჩის სიგრძის ღია წაბლისფერი წვერის ქვედა ნახევარი დაუვარცხნელი და შეწებებული ჰქონდა. სხვა მხრივ, კოხტად და სუფთად ეცვა. ადრე ცხენს დაეწიხლა და ამიტომ ცალი ფეხით კოჭლობდა. ჩუმი სუსტი ხმით ლაპარაკობდა. მისი სალაშქრო კარავი უბრალოდ იყო მოწყობილი. შიგნით ედგა ხის საწოლი, ქვეშ რამდენიმე ხალიჩა გაეგო, იქვე ეწყო ორლულიანი ძველი ინგლისური თოფი, ხმალი, ტელესკოპი და ქოლგა. მართლმორწმუნე სუნიტი მუსლიმი იყო და მოლების დიდი რიდი და პატივისცემა ჰქონდა. 1832 წლის დასაწყისში როვანდუზის ბეიმ მოსულის აღმოსავლეთი ტერიტორია დაარბია, რომელიც ამადიის სამთავროს ეკუთვნოდა. საბაბად გამოიყენა ერთი უგუნური საქციელი, რომელიც მანამდე შეიხანის იეზიდმა მირმა ჩაიდინა. ალიბექს დიდი ხნის მტრობა ჰქონდა ახლო მცხოვრები ქურთების მთავართან, რომელსაც ალი აღა ერქვა. ბოლოს მას შერიგების უსტარი გაუგზავნა. ბაადრიში მიიპატიჟა და იეზიდების მთავრის შვილის ქარიფობას თხოვა. ალი აღას ღვთისმოსავ მუსლიმს ამ წინადადებამ გული აუჩუყა. სტუმრად მართლაც ეწვია და მხოლოდ რამდენიმე თანმხლები პირი წამოიყვანა, რომელთაც თავიანთი ბატონის გადარჩენა ვერ შეძლეს, როდესაც იეზიდი მირის, ალი ბეგის დაცვის მცველმა მისი ალალი სტუმარი მოკლა. მირს როგორც ჩანს ეჭვები, ანდა ცუდი წინადგრძნობა გაუჩნდა, რადგან ამ საქციელის შემდეგ 40 იეზიდი დარბაისელი გამოიძახა და ცხედრისათვის თითოეულს დანა დაარტყმევინა. ისე ჩანდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული იყო ამადიის უფლისწული. ორივე ტომის სიუზერენი, რომელმაც ალი აღას ტომს შურისძიების ნებართვა არ მისცა, მაგრამ მოკლული მთავარი ერთი ცნობილი ქურთი მოლას ნათესავი იყო. თავიდან მან ბაღდადში მჯდომ ალი რიზა ფაშას ყურამდე მიიტანა ეს უსამართლობა, მაგრამ ამაოდ. მაშინ უსამართლობის გამოსასწორებლად მოლამ ქიორ მუჰამედს მიმართა, რომლის რეაქცია სწრაფი და შედეგიანი იყო. ერთი ქურთული ლექსი აღწერს თუ როგორ შეიტყობს ალი ბეგი თავისი მტრის მოახლოებას, როგორ ამხედრდება შავ ცხენზე, პერანგის გრძელ სახელოებს ჩამოიშლის, რათა თავისი მოოქრული შუბის ტარს უფრო შეუმჩნევლად მისწვდეს და მარტო უთანმხლებოდ გაემართება სორანელთა ცალთვალა მეთაურის დასახვედრად. ქიორ მუჰამედი მას თავისი რელიგიის უარყოფას და ისლამის მიღებას თხოვს. ალი ბეგი უარს ეუბნება და ქიორ მუჰამედი დატყვევებულს როვანდუსში გზავნის მის ერთ მიმდევართან ერთად. იქ მირის ისლამზე მოქცევის უშედეგო მცდელობის შემდეგ მუჰამედმა ალი ბეგს თავი წააცალა. მის მიმდევარს კი უბრძანა ხელები წინ გამოეწია, რომლებიც მოჰკვეთა და შემდეგ უთხრა: ახლა დაბრუნდი და შენს ხალხს უამბე, რაც აქ ნახე. ქიორ მუჰამედის ჯარმა იეზიდთა მიწები დააწიოკა და დახოცა ყველა, ვისაც სად მისწვდა. შემდეგ ალყოსში თავს დაესხნენ ქრისტიანებს, იუდეველებსა და იეზიდებს, დაანგრიეს ნაუმის საფლავები და მოკლეს რაბან ჰორმუზდის სამი ბერი, მათ შორის რომიდან, პაპ გრიგორი მე-16-ის აუდიენციიდან ახლახან დაბრუნებული წინამძღვარი გაბრიელ დამბო. მალე იეზიდები სუზერენი სორანელების წინააღმდეგ გაჯანყდნენ და ბეის წარმომადგენელი მოკლეს. ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ თანამედროვეთა და თვითმხილველთა ჩანაწერები არ შემორჩენილა, მაგრამ ერთ ინგლისელს, რომელიც მოგვიანებით იეზიდებს დამეგობრებია, უთხრეს: შეიხანის მოსახლეობა მოსულისაკენ გაიქცა. გაზაფხული იყო. ადიდებულმა მდინარემ ნაპირები დაფარა და ნავებიანი ხიდი წალეკა. სულ რამდენიმე ადამიანმა შეძლო ნაკადის გადალახვა, მაგრამ კაცების, ქალებისა და ბავშვების უზარმაზარი ნაწილი მოპირდაპირე მხარეს დარჩა და ისინი კუიუნჯუკის მთაზე შეიკრიბნენ. როვანდუზის ბეიმად მიჰყვა, დაიწყო განურჩეველი ხოცვა და მოსულის მოსახლეობა თავიანთი სახლების ბინებიდან ადევნებდა თვალს იმ უბედური დევნილების ჟლეტას, რომლებიც მათ ამაოდ ევედრებოდნენ დახმარებას. სწორედ ამ ტრაგედიით, დღესაც რომ სორენის ხოცვა ჟლეტად იხსენიება, აღიბეჭდა იეზიდების ისტორიის ყველაზე უიღბლო პერიოდი. ალი ბეგის მცირეწლოვანი ვაჟი ჰუსეინ ბეგი სინჯარს აფარებდა თავს. იასიმ ბეგი, რომელიც ჩოლის გვარის უფროს შტოს მიეკუთვნებოდა, შეიხანის მირი გახდა.
მაგრამ მოვლენების ჯაჭვი იეზიდებისათვის ხსნა რომ უნდა მოეტანა, უკვე ამოძრავებულიყო. 1837 წლის მარტში მათ სოფლებს რაბან ჰორმუზდის მახლობლად ორი ადამიანი ეწვია, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობის სამსახურში იდგნენ. ისინი ევფრატის ექსპედიციის წევრები იყვნენ და იმ ადგილებში ნახშირს ეძებდნენ. ევფრატის ექსპედიცია გაბედულებით კოლუმბის პირველ საზღვაო მოგზაურობას ან საბჭოთა სპუტნიკის გაშვებას უტოლდებოდა, რომლის მსგავსი სულ რამდენიმე მთავრობას თუ მოუწყვია. ნაპოლეონის მიერ ეგვიპტისა და სირიის ხანმოკლე დაპყრობის შემდეგ ბრიტანეთმა მკაფიოდ გააცნობიერა ინდოეთთან სწრაფი, უსაფრთხო კომუნიკაციის მნიშვნელობა. ძირითადი მარშრუტი, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე გადიოდა, გამოუსადეგარი იყო ივნისიდან სექტემბრამდე, რადგან ამ დროს სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ხელს უშლიდა გემებს ბომბეიდან წითელ ზღვაში გაეცურათ. ეს სწორედ ის სეზონი იყო, როდესაც სხვა სამდინარო მარშრუტი მდინარე ევფრატსა, ბირეჯიქსა და ბასრას შორის ორივე მიმართულებით სანავიგაციოდ გამოსადეგად მიაჩნდათ თანამედროვე, მაგრამ ძალზე გავრცელებული ტრანსპორტის ბრტყელძირიანი ორთქმავლისათვის. ასეთი იყო 1834 წელს ბრიტანეთის თემთა პალატის, ავტორის დიდი პაპა გესთი ამ უწყებაში მუშაობდა, ორთქლის მანქანათა კომისიის დასკვნა, რომელიც ექსპერტულ ტექნიკურ კონსულტაციას და ქვედა ევფრატის კვლევას ეყრდნობოდა, რომელმაც დაადგინა, რომ ორთქლის გემები ოკეანით მოგზაურობისათვის მეტად არასაიმედო იყო. ეს უკანასკნელი ფარულად ჩაატარა 1831 და 1832 წლებში ბრიტანელმა არტილერიის ოფიცერმა, კაპიტანმა ფრენსის ჩეზნიმ. კომისიამ იმპერატორ იულიანეს და მე-16 საუკუნის მოგზაურთა ჩანაწერები და ანგარიშები შეისწავლა. მათი დასკვნებით მდინარის ზედა გამოუკლევი მონაკვეთი ბირეჯიკის ქვემოთ სანავიგაციოდ გამოსადეგი იყო. ამის შემდეგ ექსპედიციას უფლება-მოსილება და ინსტრუქციები მიეცა. ინგლისიდან სირიის სანაპიროსკენ გაეცურა ორი ახალაშენებული ორთქმავლის ნაწილებითა და მთელი სექციებით. პირველი ევფრატი იყო 108 ფუტი სიგრძის, 19 ფუტი მაქსიმალური სიგანის, 25 ცხენის ძალის 2 ძრავით. მეორე კი ტიგროსი, სიგრძე 68 ფუტი სიგრძის, 15 ფუტი მაქსიმალური სიგანის, 10 ცხენის ძალის 2 ძრავით. ორივე 3 ფუტზე ნაკლებ წყალს მოიხმარდა. ორივე გემი ბირეჯიკის მახლობლად უნდა ატანილიყო ხმელეთზე, სადაც მათ ააწყობდნენ და ბასრამდე 1017 მილს ასე დაფარავდნენ. 127 ტონა ნახშირი, რომელიც ექსპედიციას უნდა გადაეტანა მდინარის გასწვრივ, ყველაზე შესაფერის ადგილებში შეინახებოდა. ექსპედიციის მეთაურობა ფრენსის ჩეზნის მიანდეს. მას ეგრეთ წოდებული დროებითი პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. უზომო გამბედაობითა და სიმტკიცით გამორჩეულ ირლანდიელს, რომელიც პროექტს ფანატიკური ენთუზიაზმითა და თავდადებით მიუდგა. ექსპედიციას შეუერთდნენ საზღვაო და სამხედრო ოფიცრები და რიგითი ჯარისკაცები. სულ 50 კაცი, ასევე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უილიამ ეინსვორთი, 28 წლის ქირურგი და გეოლოგი. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ ყველაფერი მზად იყო. სულთანმა მაჰმუდმა ამ წამოწყებას დასტური მისცა და სჯეროდათ, რომ ამის საწინააღმდეგო არც მეჰმედ ალის ექნებოდა რამე. 1835 წლის თებერვალში მეფე უილიამ მე-4-მ და ველინგტონის ჰერცოგმა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ესე იგი მინისტრმა, ექსპედიციას წერილობით დაულოცეს გზა. 1835 წლის 12 მარტს ექსპედიციამ მალტას, ნაპოლეონის ომების დროს შეძენილ ბრიტანულ კოლონიას მიაღწია. მისი მონაწილეები ერთი კვირით იქ დარჩნენ. პოლკოვნიკმა ჩეზნიმ არაბულენოვანი თარჯიმანი მოიშველია, რომელსაც ადგილობრივმა ბანკირმა გაუწია რეკომენდაცია. ჩეზნის სკოლის დროინდელმა მეგობარმა. თარჯიმანმა კრისტიან ანტუან რასამის სახელით დაიწყო მუშაობა. ისა ანტუან რასამი, ადამიანი, რომელმაც იეზიდები მე-19 საუკუნის სიახლეებს აზიარა, 1808 წელს დაიბადა. მამამისი ანტუან რასამი ქალდეური ეკლესიის არქიდიაკვანი იყო. დედამისი სახელად ტერეზა ალეპოელი მოქალაქის, ისჰაკ ჰალაბის შვილიშვილი. დაუდგენელია მათი ვაჟი ალეპოში დაიბადა თუ მოსულში, მაგრამ იგი თავს მუდამ მოსულის მოქალაქედ მიიჩნევდა. რასამების ოჯახის წარმოშობის არაერთი ვერსია არსებობს. მის წევრებს ახლაც ერაყის თვალსაჩინო ქრისტიანულ ოჯახებს შორის მოიხსენიებენ. არაბულად გვარი რასამი
ქსოვილის მომხატველს ნიშნავს. 1832 წელს ისას განუცხადებია, რომ მამამისი ადრე ინგლისის ქვეშევრდომი იყო და ოსტინდოეთიდან სულ ახალგაზრდა წამოსულა მოსულისაკენ. პოლკოვნიკ ჩეზნის ანგარიში ექსპედიციის მიმდინარეობის გარდა ამის შესახებაც შეიცავს ცნობებს. იგი წერს, რომ ისას დიდი პაპა მოსულში ლაბარის სანაპიროდან იყო ჩასული. 1837 წელს რასამი წერდა, რომ მისი დიდი პაპა მდიდარი ესპანელი იყო, რომელიც რომის პაპმა ნესტორიანელთა შემოსარიგებლად გამოგზავნა. იგი ალეპოში გარდაიცვალა და დარჩა ოჯახი, რადგან ახალჩამოსულმა აქაურ ქალზე იქორწინა. პაპა დებთან ერთად მოსულში თუ ნინევიაში გამგზავრებულა და აქ ქორწინებით დაკავშირებია ქრისტიანულ ოჯახს. სწორედ მან დაუბრუნა რომის წიაღს 25 შემორიგებული ეპისკოპოსი. 1827 წელს მამამ იგი ორ მღვდელთან ერთად რომში გაგზავნა ღვთისმეტყველების სასწავლად. ალეპოს მახლობლად მათ ქარავანს თავს დასხმიან უდაბნოს არაბები, რომლებმაც მღვდლები დახოცეს, ხოლო ისა გაძარცვეს, წაართვეს ყველაფერი, რაც გააჩნდა. გარდა მცირე თანხისა, რომლითაც მან კაიროში ჩააღწია და თავშესაფარი და სამსახური ბიძაშვილთან პოვა. კაიროში საეკლესიო მისიონერული საზოგადოების მისიონერები გაუცნია. იმ ბრიტანული ინსტიტუციის წევრები, რომელთაც ახალი დაარსებული ჰქონიათ სკოლა ადგილობრივი ქრისტიანი ბავშვებისათვის, სადაც საზოგადოების არაბულ შრიფტიანი სტამბა არსებობდა. შემდეგ გაირკვა, რომ მალტის მისია კარგა ხანი იყო კვალიფიციურ მთარგმნელს ეძებდა. ბოლოს 1829 წელს კაიროელმა მისიონერებმა გადაწყვიტეს თარგმნელისა და თარჯიმნის ხელობა იქვე ესწავლებინათ და მალტაში გასაგზავნად მოემზადებინათ. მათი არჩევანი ისა ბაღდადელზე შეჩერდა, რომელსაც ისინი გონიერ, უნარიან და ზნეობრივ ახალგაზრდად ახასიათებდნენ. მასწავლებლობასთან ერთად ისამ დიდი სიბეჯითე გამოიჩინა ინგლისურისა და ლიტერატურული არაბულის სწავლისას და ფილოლოგიისადმი დაუღალავი გულმოდგინება გამოამჟღავნა. თავიდან ისას ხელფასი $10 იყო. მოგვიანებით თვეში $15 გაეზარდა. საბოლოოდ ისამ სწავლაში დიდ წარმატებას მიაღწია. 1832 წელს, როდესაც მალტაში მიემგზავრებოდა, რასამი უკვე ანგლიკანური ეკლესიის მრევლი გამხდარ იყო და არაბულად ჰქონდა ნათარგმნი აიზეკ უოტსის ისტორიული კატეხიზმები. კაიროს მისიის ხელმძღვანელი აფასებდა მის კეთილშობილ ბუნებას და აღნიშნავდა, რომ თავმდაბლობითა და სიბეჯითით გამორჩეული ისა მუდამ მზად იყო სამსახურის გასაწევად. არასდროს შეგვინიშნავს მასში არაბებისათვის დამახასიათებელი ფულის სიყვარული. იგი კმაყოფილდება იმ საკვებითა და სამოსით, რაც მის საჭიროებებს წვდება. არც ფულისა თუ საგანძურის შეგროვებისკენაა მიდრეკილი. მალტაში მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისიონერებზე, როგორც გონება ფხიზელმა და თავაზიანმა ახალგაზრდამ, რომელიც მონდომებით სწავლობს წმინდა წერილს და როგორც ჩანს, ცდილობს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი გონებრივი თუ სულიერი განვითარებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი ავტორი აღნიშნავდა: მისი გამორჩეული სიმაღლე, მუქი სახის ბავშვური კეთილი გამომეტყველება ერთ მთლიანობას ქმნიდა. იგი არსებითაც ბავშვი იყო, უღირსი სამყაროს არცოდნითა და სრული უგულებელყოფით. 1835 წლის პირველ დღეს მან ცოლა შეირთო მატილდა ბეჯერი, რომლის მამა, სერჟანტი და სამხედრო სკოლის მასწავლებელი გარდაცვლილიყო და ღვთისმოსავი ქვრივი, ქალიშვილი და ვაჟი პერსი დარჩენოდა, რომელიც მალტაში მესტამბედ მუშაობდა. ექსპედიციაში მონაწილეობა რომ შესთავაზეს, რასამი სულ 10 თვის დაქორწინებული იყო და მისი დაყოლიება წესით ადვილი არ უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ჩეზნი წერდა: თითქოს ისამ ხალისით დატოვა თავისი ყოველდღიური ცხოვრება და კმაყოფილებაც კი გამოთქვა, რომ მალტელთა გადამეტებული ღვთისმოსაობისაგან დაისვენებდა. თუმცა მისიონერთა საზოგადოების მაშინდელი ხელმძღვანელი წერდა, რომ რასამი ძალზე უხალისოდ დაემორჩილა ჩეზნის და ექსპედიციის სხვა ჯენტლმენთა დაჟინებულ მცდელობებს, რამენაერად დაერწმუნებინათ იგი, რომ ამ ქვეყნების, ხალხებისა და მათი ენების გაცნობა ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი საერთო მიზნებისათვის და რომ უიმისოდ ექსპედიცია ვერ გაგრძელდებოდა. რასამმა საბოლოო თანხმობა მხოლოდ მაშინ განაცხადა, როდესაც გუბერნატორი დაჰპირდა, რომ ჩვენს საზოგადოებას მისი სახელით შეეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ რასამი ექსპედიციას მოხალისის სტატუსით შეუერთდა, ყველა საჭირო ღონე მოიძიეს, რათა მისი არყოფნისას
მისი მეუღლე ფინანსურად უზრუნველეყოთ. სავარაუდოდ 5 ან 6 თვის განმავლობაში. ასევე დაითქვა, რომ იგი მიიღებდა პენსიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპედიციის დროს თავის სიკვდილს შეხვდებოდა. ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ რასამს როგორც გამორჩეულ მოჭადრაკეს, ექსპედიციის წევრებს შორის ბადალი არ მოეძებნებოდა. ამ ხანმოკლე, მაგრამ კარგად დოკუმენტირებული პაუზის შემდეგ ექსპედიციამ გზა გააგრძელა. აპრილის დასაწყისში გემს უკვე ეგვიპტელი ფლამინგოები ეგებებოდნენ და არა ამ ქვეყნის მოხელეები. და მათი გემებიდან ანტიოქიის ყურის ნაპირებზე ორთქმავლის ნაწილების გადმოტვირთვა დაიწყო. იქაურობას ექსპედიციის წევრებმა ამელიას სადგური უწოდეს. უილიამ მეოთხის დის უდროოდ გარდაცვლილი 27 წლის ქალის პატივსაცემად, რომელსაც იმხანად მთელი ქვეყანა დიდი სინანულით დასტიროდა. ახლა ეუფრატის მარჯვენა ნაპირზე მდებარე პორტ უილიამამდე უნდა მიეღწიათ, რომელიც იმ ადგილებიდან აღმოსავლეთით 140 მილის დაშორებით მდებარეობდა. იმედგაცრუების 12 თვე უნდა გასულიყო, სანამ ორი ახალაწყობილი გემი დიდი მდინარის კალაპოტს ანტიოქიიდან ეუფრატამდე აუყვებოდა. არაბული ენის თარჯიმანმა რასამმა ყველა გააოცა მოხერხებულობითა და უნარიანობით ვაგონების, ხარკამეჩისა და სამუშაო ძალის მოპოვებისას თუ საქმიანობის წარმართვისას. გასაკვირია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი მარშრუტი აფრინის ველს მიუყვებოდა, იეზიდთა ადგილების ხსენება არსად გვხვდება. შეფერხებები და სირთულეები, რომლებიც მათ გზად ხვდებოდათ, მეტწილად იმ ადამიანურ, ტექნიკურ და სამედიცინო ხარვეზებს უნდა მივაკუთვნოთ, რომლებიც სრულიად ბუნებრივი ჩანს, როცა მე-19 საუკუნე ტრადიციული საზოგადოებების არეალში იჭრება. თუმცა ნაწილობრივ ისინი იმ პოლიტიკური შეუთავსებლობითაც იყო გამოწვეული, რომელიც იმთავითვე არსებობდა მეჰმედ ალის, გამარჯვებული მეამბოხის რეჟიმსა და მის ნომინალურ სიუზერენს, სულთან მაჰმუდს შორის, რომლის ნებართვითაც მიმდინარეობდა ექსპედიცია. 1833 წლის დამამცირებელი ხელშეკრულების შემდეგ სულთნის მთავარი საზრუნავი ანატოლიაზე კონტროლის აღდგენა, თავისი მძლავრი რესურსებით ახალი ჯარის შექმნა და სირიის დაბრუნება იყო. ტყვეობიდან გათავისუფლებულ რეშიდ ფაშას დაეკისრა ამ საქმეს შესდგომოდა. პირველი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, შავი ზღვიდან დიარბაქირამდე 400 მილის სიგრძის სამხედრო გზა უნდა გაეყვანა, რომლითაც იარაღის გადატანა შეიძლებოდა. 1834 და 35 წლებში მან ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთი ანატოლიის ქურთები დაიმორჩილა. მათ შორის იყო რედვანელი იეზიდების მთავარი მირზა აღაც. იმავდროულად ოსმალეთის ჯარებმა ხელახლა დაიკავეს ურფა, ხოლო მარდინის აჯანყება ჩაახშვეს. კომუნიკაციებს ანატოლიასა და ერაყის ახალდაპყრობილ პროვინციას შორის, რასაც მეჰმედ ალის მიერ ალეპოს ოკუპაცია ისედაც ხელს უშლიდა, ახლა კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა როვანდუზელი ქიორ მუჰამედის დასავლეთისაკენ სვლამ. 1834 წელს მან ამადია დაიპყრო და ახლა ჯეზირ იბნ ომართან ტიგროსზე გადასასვლელს აკონტროლებდა. ამაში მეორე ქურთ მთავართან, ბოხთანის ემირ ბედრხან ბეგთან მოკავშირეობას ხელს უწყობდა. 1836 წლის გაზაფხულზე რეშიდის ჯარი, რომელიც ზარბაზნებითაც იყო აღჭურვილი, დიარბაქირიდან აღმოსავლეთისაკენ დაიძრა. რამდენიმე თვის განმავლობაში უშენდნენ ჭურვებს ჯეზირა იბნ ომარს და ქალაქისაგან ქვაზე არ დატოვეს. მოსახლეობა, ძირითადად იეზიდები, გაჟლიტეს ან მონებად წაასხეს. ბედრხან ბეგი თავის მთის ციხესიმაგრეში 40 დღე ჰყავდა ალყაში, შემდეგ იგი დანებდა და ფაშის მხარეს გადავიდა. ქიორ მუჰამედმა გაცილებით მრავალრიცხოვანი და უკეთ შეიარაღებული მტრის წინაშე როვანდუზისაკენ დაიხია. ბოლოს კი იმავე წლის აგვისტოში ოსმალოებს დანებდა. იგი ტყვედ გაგზავნეს სტამბოლში. რამდენიმე თვის შემდეგ სულთანმა ქიორ მუჰამედი შეიწყალა და ხელახლა დანიშნა როვანდუზის მმართველად. თუმცა უკანა გზაზე მის ესკორტს შიკრიკი წამოეწია, რომელმაც სულთნის ახალი მითითებები აახლა და ის სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ამასიაში. მას შემდეგ რაც ფინჯანი ყავადალია. ჩრდილოეთ ერაყიდან რომ ბრუნდებოდა, რეშიდ ფაშა თავს დაესხა სინჯარელ იეზიდებს და ბევრი მათგანი დახოცა. 1837 წლის იანვარში რეშიდ ფაშა ქოლერას ემსხვერპლა. იგი ჰაფის ფაშამ შეცვალა, ხმელმა, ენერგიულმა ჩერქეზმა, რომელიც ცნობილი იყო გამბედაობით, კარგი მეომრობითა და იმითაც,
რომ ყურანის ინტერპრეტაციებსა და მარჩიელთა რჩევებს გადამეტებული ნდობით ეკიდებოდა. 1836 წლის მარტის შუა რიცხვებში ევფრატმა პორტ უილიამიდან გაცურა. მალე მას ტიგროსიც მიჰყვა. დინარის ფართო მშფოთვარე ნაკადს რომ მიუყვებოდნენ, გემების უმეტესობა ხან მეჩეჩზე შეჯდებოდა, ხან ქვიშის ნატანზე. მაისის დასაწყისში ორივე ორთქმავალი მზად იყო მასქანიდან გამგზავრებულიყო. ეს ის ადგილია, სადაც ევფრატის სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მკვეთრად უხვევს. დინარის შემდეგი 160 მილი სანავიგაციოდ დაუბრკოლებელი გამოდგა. მცირე ზომის ტიგროსი, რომელზეც ჩეზნი დავინავდა, საპილოტე ხომალდის მაგივრობას უწევდა ევფრატს, რომლითაც ეინსვორთი, რასამი და ექსპედიციის წევრთა უმეტესობა მგზავრობდნენ. ბუსეირასთან, იქ სადაც ხაბური მდინარის ძირითად ნაკადს უერთდება და სადაც ოდესღაც ხოსრო ფარვიზმა თავშესაფარი ითხოვა. ტიგროსმა 10 მილი დინების აღმა იცურა, მაგრამ შემდეგ უკან გაბრუნება მოუხდათ. ნაპირის გასწვრივ მდგომმა არაბებმა სინჯარისაკენ მათ მოგზაურობას საფრთხე შეუქმნეს. 2 დღის შემდეგ ბუსეირიდან რამდენიმე მილით ქვემოთ კატასტროფა მოხდა. ხანმოკლე, მაგრამ უძლიერესი ქვიშის ქარიშხალი ატყდა და ტიგროსი ჩაიძირა. ორთქლმავალთან ერთად ქარიშხალმა ექსპედიციის 20 წევრის სიცოცხლეც შეიძირა. ჩეზნიმ და კიდევ რამდენიმემ გაცურვა და ნაპირზე გასვლა მოახერხეს. ევფრატი ნაპირზე გემის დასამაგრებლებით მიბმამ გადაარჩინა. ჩეზნის გზის გაგრძელება ვერც ამ ტრაგედიამ გადააფიქრებინა და ვერც ლონდონიდან მოსულმა ბრძანებამ ექსპედიცია ივლისის ბოლოს შეწყვეტილიყო. ჩეზნიმ დაასრულა ევფრატით მოგზაურობა და ბასრაში 19 ივნისს ჩააღწია. ბრიტანეთის მთავრობამ მას უფლება-მოსილება მიანიჭა ექსპედიცია 6 თვით გაეხანგრძლივებინა. ამით ევფრატის ჯგუფს საშუალება მიეცა ტიგროსი ბაღდადამდე და შემდეგ უკან ჩაეტან ჩამოეტანათ. შემდეგ კი ოქტომბერში გზა წყლის დინების აღმა გაეგრძელებინათ. ვერაგი ლამლულის ჭაობის გავლისას გემს ძრავა დაუზიანდა და ექსპედიციას ახლა ბასრაში მოუხდა დაბრუნება. ასე დასრულდა ექსპედიცია. მისი უნიფორმიანი წევრები კი თავთავის მოვალეობებს დაუბრუნდნენ. ორი სამოქალაქო პირისათვის კი თავგადასავლები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ეინსვორთმა უფლება-მოსილება მიიღო შინ მოსულისა და ალეპოს გავლით დაბრუნებულიყო, კრისტიან რასამთან ერთად. ეს სახელი რასამს ახალი დარქმეული ჰქონდა. თან დაავალეს, თუ გზად შეხვდებოდათ, ნახშირისა და ნებისმიერი სხვა საბადოს შესახებ მოხსენება მოემზადებინათ. ბაღდადიდან ისინი 1837 წლის თებერვალში გავიდნენ და მოსულში თვის ბოლოს ჩავიდნენ. რასამმა 10 წლის განმავლობაში პირველად ინახულა მშობლიური ქალაქი. მოსულიდან ჩრდილოეთისაკენ გაემგზავრნენ და პირველი ღამე იეზიდების სოფელ დელებში გაატარეს. ეინსვორთი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მკვიდრთ დიდად არ უნდოდათ ჩვენი მიღება. მათ წინ წაწიეს და ამ დროს ჩნდება ჩანაწერი, როგორც ჩანს ხმელეთის კუებს საქორწინო სეზონი დასდგომიათ, რადგან ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და ხმაურით უკაკუნებენ ერთმანეთს ბაკნებს. ჯეზირა იბნ ომარის გავლის შემდეგ სცადეს დიარბაქირისაკენ ტიგროსის ხეობით გაეგრძელებინათ გზა, მაგრამ მეამბოხე ქურთებმა, ცხენოსნებმა უკან გააბრუნეს და იძულებული გახდნენ მარდინის გზა აერჩიათ, რომელსაც ეინსვორთი მესოპოტამიის კვიტოს უწოდებდა. აპრილის დასაწყისში დიარბაქირში ჩავიდნენ, სადაც ეინსვორთი და რასამი ჰაზიბ ფაშას შეხვდნენ და იეზიდებისაგან გულცივი მიღების მიზეზით შეიტყვეს. ფაშა, რომელსაც სინჯარელებმა კვლავ დაუხოცეს მეომრები, ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაემორჩილებინა ეს ხალხი. უკანასკნელი და ყველაზე შფოთიანი საფრთხე დიარბაქირსა და მოსულს შორის ახლად დამყარებული საკომუნიკაციო ხაზისათვის. რამდენიმე კვირის შემდეგ ჰაფიზ ფაშას ჯარმა დასავლეთიდან ჯებელ სინჯარზე გაილაშქრა, ხოლო მოსულის ჯარები თელაფარს დაეცნენ და მთებს აღმოსავლეთიდან მიადგნენ. ფაშა ამ არეალს არ იცნობდა, მაგრამ მისი ერთ-ერთი ხელქვეითის სიზმრით იყო გულმიცემული. ძილში ზეციური არსება გამოსცხადებია და იეზიდების დამარცხება უწინასწარმეტყველებია. ამიტომ მთა ალყაში მოაქცია და იეზიდებს დანებება მოსთხოვა. ერთი ტომი, მიჰირკანი, ფაშის ბრძანებას არ დაემორჩილა და ცეცხლი გაუხსნა მას შემდეგ, რაც ქალები, ბავშვები და მოხუცები გამოქვაბულებში შეხიზნა. 3 თვეს გრძელდებოდა ბრძოლები.
ორივე მხარემ დიდი მსხვერპლი ნახა. თან ჰაფიზ-ფაშა სასტიკად დაეკბინა მრავალფეხას. ბოლოს იეზიდებს ტყვია-წამალი გამოელიათ და მათი მეთაური ლალუ მტერს უპირობოდ ჩახბარდა. სამალავებიდან რომ გამოვიდნენ, გაირკვა რომ გამოქვაბულში 516 ადამიანი იმალებოდა. ნადავლ ნაძარცს შორის იყო სამხედრო უნიფორმები. მთავრობის შიგრიკებისათვის ართმეული 30 უნაგირი, 30,000 ცხვარი და რამდენიმე ტყვე ქალი, რომლებსაც მარდინის მონათა ბაზარზე 4.5-დან $30 ყიდდნენ. ერთ-ერთი ანგარიშის ინფორმაციით, იეზიდებმა დამალული საგანძური ჰაფიზს გადასცეს. სხვა ცნობის თანახმად კი ჰაფიზ-ფაშას მხოლოდ ის გამოქვაბული აჩვენეს, სადაც ნაალაფარის მხოლოდ მცირე ნაწილს ინახავდნენ. ნამდვილი საგანძური კი კვლავ საიდუმლოდ დარჩა. ჰაფიზ-ფაშა ჯერ იეზიდების დაბლობზე გადასახლებას ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ მთაში დარჩენის საშუალება მისცა. იეზიდებს ნებადართეს თავიანთი რელიგია, კანონები და ადათ-წესები შეენარჩუნებინათ, მაგრამ იმპერიის ხაზინაში გადასახადის შეტანა დააკისრეს. ნისიბინის მთავარ გზაზე სამთავრობო გარნიზონი ჩადგა. მომდევნო წელს ერთმა ინგლისელმა მოგზაურმა ამ მთების მონახულების ნებართვა მოიპოვა. მასთან ახლდა ბაშიყელი იეზიდი შეიხი. მისი ანგარიშის მიხედვით, თავის 30 გვერდიან ნაამბობში დოქტორი ფორბსი აღწერს ყირსში, მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ღარიბ სოფელში ასვლას. როდესაც მოგზაური დაინტერესდა თუ რატომ არ მუშაობდნენ იქაურები, მეგზურმა უპასუხა: ხედავთ მთას ამ სოფლის მოპირდაპირედ. სანამ ჰაფიზ-ფაშა მოვიდოდა, ყირსელების ძირითადი საქმიანობა იყო მთელ დღეს მის წვერზე ჯდომა და მოგზაურებისა და ქარავნების ძიება მათ საძარცვად. ახლა ასეთები რომ დასრულდა, საქმე და საკეთებელი აღარაფერი აქვთ. დაახლოებით იმავე პერიოდში ჰაფიზ-ფაშამ ბოლო მოუღო დიარბაქირის აღმოსავლეთით მირზა აღა რედვანელის ავტონომიურობას. რეშიდ-ფაშას დროს ოლქის ოსმალო მმართველი ციხესიმაგრეში იჯდა, მაგრამ მან მირზა აღას ცოლი მოსტაცა და ამიტომ შურისძიებისას მოკლეს იეზიდებმა. მირზა აღა შეიწყალეს და ხელახლა დაინიშნა რედვანის მმართველად. მაგრამ რეშიდის გარდაცვალების შემდეგ იგი ოსმალოთა ახალმა მთავარსარდალმა მიიწვია შტაბში, სადაც მირზა აღა სიკვდილით დასაჯეს. მისი შთამომავლები კიდევ მრავალ წელს ცხოვრობდნენ რედვანში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. 1838 წელს ჰაფიზ-ფაშამ ახალი ლაშქრობა წამოიწყო, რათა დაუმორჩილებელი ქურთები ოსმალეთისათვის დაექვემდებარებინა და ახალი არმიისათვის მეომრები მათგანაც გადაეყვანა. სულთანმა ჰაფიზს პრუსიიდან 2 მრჩეველი გაუგზავნა: 39 წლის კაპიტანი ბარონი ჰელმუტ ფონ მოლტკე გენერალური შტაბიდან და ინჟინერი ოფიცერი კაპიტანი ჰაინრიხ ფონ მიულბახი, რომელმაც თავისი თანაშემწე კაპრალი ოფლაერტიც თან წამოიყვანა. მოლტკეს პირველი ტაქტიკური დავალება იყო ჰაფიზის ერთ-ერთ მეთაურს დახმარებოდა ჯუდის მთაზე მდებარე ქურთული ციხესიმაგრის აღდგენაში. ოსმალოთა გაგზავნილ ჯარში ქურთული არარეგულარული რაზმით შედიოდა, რომელსაც ბოხთარის ემირი ბედრ-ხან ბეგი მეთაურობდა. მაისის პირველ დღეებში ერთ ცივ-ღამეს ბარონმა სიხარულით მიიღო ემირის წინადადება ერთი ბეწვის საბანი გაეზიარებინათ, რადგან ვარსკვლავებ ქვეშ შიშველ კლდეზე უწევდათ ძილი. ივნისში ჰაფიზს საქმიანობა სულთნის ბრძანებამ შეაწყვეტინა. იგი მოითხოვდა ჯარის კონცენტრირება მალათიაში მოეხდინა და სამხრეთში გადასაყვანად მოემზადებინა. მაჰმუდ მეორე იმ პროვინციების დასაბრუნებლად ემზადებოდა, რომელთა დათმობაც ოდესღაც ეგვიპტელებისათვის მოუხდა.